მხატვარ დეკორატორ მეგი გვენიტაძის სახელოსნოში არსებული ხატვის მოყვარულთა ჯგუფი ერთობლივ გამოფენისთვის ემზადება და ექსპოზიციის აწყობას ნინი გელაშვილი ესწრება, რომელიც ახლა ჩაგვერთვება. დილამშვიდობის ნინი. დილამშვიდობისა, ჩვენ ახლა თბილისის ცენტრის ისტორიული მუზეუმის განახლებულ სივრცეში ვიმყოფებით. ერთ დროს განსხვავებული ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანები ხატვის სიყვარულით გაერთიანდნენ და ხვალ გამართულ ექსპოზიციაზე ჩვენ მათი შრომის შედეგს ვიხილავთ. გამოფენაზე, რომელიც ამ სივრცეში გაიმართება, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს მხატვარ დეკორატორის მეგი გვენეტაძის და მისი შემოქმედებითი სახელოსნოს მოყვარული ხელოვანების ნამუშევრები. ჩემთან ერთად ახლა სწორედ მხატვარ დეკორატორი მეგი გვენეტაძე იმყოფება და ის უფრო მეც მოგვიყვება ხვალინდელი დღის შესახებ. მოგესალმებით. მოგვიყევით ამ ექსპოზიციის შესახებ, როგორი იყო მზადება, რა იქნება წარმოდგენილი და ასევე როდის გაიმართება. ამ ექსპოზიციისთვის და ამ გამოფენისთვის ჩვენ ვემზადებით უკვე 1 წელია. განსაკუთრებული ნახატები გამოვიტანეთ ამ არაჩვეულებრივ სივრცეში. ქალბატონმა მანანა მელაშვილმა ჩვენი ორგანიზატორია და კურატორი, რომელმაც მოაწყო ეს არაჩვეულებრივი ექსპოზიცია. კარგად ჩანს ყველა ავტორის ნამუშევრები, ნახეთ როგორი ლამაზია ყველაფერი. მოკლედ შაბათს იქნება 5 საათზე გახსნა, 5 ივრის და იქნება კვირას 1-დან 6 საათამდე და 2 დღე მოგვეცა საშუალება მხოლოდ რომ გაგვეკეთებინა ეს არაჩვეულებრივი და შესანიშნავი გამოფენა. მე როგორც უკვე აღვნიშნე, სხვადასხვა პროფესიის, ინტერესის, ასაკის მქონე ადამიანები არიან გაერთიანებულები და თქვენთვის, როგორც პედაგოგისთვის, ალბათ ძალიან საამაყოა, როდესაც ხვალ იხილავთ მათი შრომის შედეგს და აი ასეთ შესანიშნავ ნამუშევრებს წარუდგენთ საზოგადოებას. სხვადასხვა სფეროდან მოდიან ეს ქალბატონები, მათ აისრულეს ბავშვობის ოცნება და დაიწყეს ხატვა. და ისე მიხარია, აი ასეთი შედეგი რო არის, ეს არის დიდი შრომის ნაყოფი, ასე ვთქვათ და სხვათა შორის ძალიან ნიჭიერია ყველა ჩემ ჯგუფში, ვინც დადის. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ხვალ ამ სივრცეში 16 განსხვავებული ხელოვანის მიერ შესრულებულ ნამუშევრებს იხილავთ. თუ გაქვთ სურვილი, რომ დაიწყოთ ხატვის შესწავლა, დამიჯერეთ, არასდროს არ არის გვიან, რადგან როგორც ხედავთ, მთავარია სურვილი და მონდომება.